შრომის ინსპექციის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ. შეტყობინების თანახმად არასრულწლოვან დასაქმებულებს არ უნაზღაურდებოდა ძეგანაკვეთური შრომა, ამასთანავე მუშაობდნენ არანორმირებული სამუშაო გრაფიკით და ძირითადი ფუნქცია მოვალეობების გარდა უწევდათ სხვა სამუშაო შეთავსება. შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მყისიერ იქნა დაწყებული ინსპექტირება. ინსპექტირებისას დამსაქმებლის დასაქმებულების გასაუბრების დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ შრომის ხელშეკრულებებში არ იყო გაწერილი სამუშაო დრო და ფუნქცია მოვალეობები. დარღვეული იყო გამოსაცდელი ვადის პერიოდში შრომის ანაზღაურების პრინციპი, არ იყო გაფორმებული არასრულწლოვნის წერილობითი სტაჟირების ხელშეკრულება, ფაქტობრივად დარღვეული იყო არასრულწლოვნის სამუშაო დრო და დასვენების დრო, კერძოდ უწყვეტად მუშაობდნენ 14 დღის განმავლობაში დასვენების დღის გარეშე. არ ხდებოდა არასრულწლოვნების ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება. ხორციელდებოდა არასრულწლოვნებისათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრება. შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში დამსაქმებლის ვალდებულებაა გააფორმოს წერილობითი ხელშეკრულებები, მათ შორის სტაჟირების ხელშეკრულებები და გაწეროს ყველა სავალდებულო არსებითი პირობა. გამოსაცდელი ვადის პერიოდში დასაქმებულის შრომა ანაზღაურებადია. 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს კვირაში 36 საათზე მეტი და დღის განმავლობაში არ უნდა აჭარბებდეს 6 საათს. არასრულწლოვნის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაო შესრულების დროის ხანგრძლივობა სამუშაო დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო სამუშაო კვირის განმავლობაში 4 საათს. აღნიშნული ზეგანაკვეთური შრომა უნდა ანაზღაურდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული გაზრდილი ტარიფით. სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრება შრომის კოდექსის თანახმად კანონშეუსაბამოა, ხოლო არასრულწლოვან პირებზე დაუშვებელია სრული მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრება. გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე შრომის ინსპექციის სამსახურმა სანქციის სახით გამოიყენა ჯარიმა. შრომის ინსპექციის სამსახური კვლავ აგრძელებს დასაქმებულთა, მათ შორის არასრულწლოვან დასაქმებულთა შრომითი უფლებების შესრულებაზე ეფექტურ ზედამხედველობას.